ძალიან ბევრი ადამიანი არის აღელვებული და შეშფოთებული იმ სულ ბოლო განვითარებით, განსაკუთრებით რაც ვიხილეთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებით და მისი ნარატივით უკრაინის ხელისუფლებასთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან დაკავშირებით, პოზიციონირებით მე ადრეც მithქვამს და ეხაც უნდა გავიმეორო, რომ თავისთავად პრეზიდენტ ტრამპის რიტორიკა პირველი ვადის დროსაც რუსეთის საკითხთან დაკავშირებით პრობლემური იყო რბილად რო თქვა, ყველას ახსოვს ჰელსინკის მისი პრესკონფერენცია და ზოგადად თავდადავანებით იმ კამპანიას, რომელიც მის წინამდე იყო რაღაც რუსეთის ჯაშუშობაში და შემდეგ რაც სრულად უსაფრთხო და აბსურდული აღმოჩნდა ძალიან დამაზიანებელი საბოლოო ჯამში, როდესაც რაღაც თემაზე, რაღაც თემის დისკრედიტაცია ხდება, ხო? ბრალდებს როცა ისრու და მე არ დადასტურდება შიდა ამერიკულ დისკუსიაში გულისხმობ. მაგრამ რეალური პოლიტიკური ნაბიჯები რუსეთთან მიმართებაში პირველი ვადისას პრეზიდენტ ტრამპის კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, იყო მის წინამორბედთან შედარებით და შესაძლოა მის შემდგომ ხელისუფლების პირველ ნაბიჯებთან შედარებითაც კი უფრო მკაცრი და იმ მიმართულებით გადადგმული, რომელიც ჩემი აზრით ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, მაშინ უკრაინის ინტერესებისთვის იყო ხელსაყრელი და იყო რუსეთის წინამდე მიმართული გულისხმობ. იარაღის მიწოდებას პირველად ანტისატანკო და საჰაერო იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის და საქართველოსთვისაც პირველ რიგში უკრაინისთვის, რომელიც მაშინ უკვე აქტიურ ომის მდგომარეობაში იყო რუსეთთან, არა იმ მასშტაბის როგორც შემდგომში და ეხლა, მაგრამ აქტიურში და იმ იარაღის, რომელიც მიწოდებისგანაც წინამორბედი პრეზიდენტ ტრამპის პირველ ვადისა პრეზიდენტ ობამა თავს იკავებდა. ეს ვრცელდება გაზპრომის ნავთობსადენის დასანქცირებასთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილებას, რაც მეორე ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის ომამდე შეცვალა, მოუხსნა ეს სანქციები. უბრალოდ ამ კონტრასტს იმითო კი არ უსვავხას, რომ რაღაცა მიმოხილველის სახით ვიღაცის გაკრიტიკება მინდა. უბრალოდ მაგალითები მომყავს იმისი პირველი ვადის დროს კიდევ ერთხელ ყველასთვის, რომ პრეზიდენტ ტრამპის რუსეთთან მიმართებაში რიტორიკის მიუხედავად რა პოლიტიკური ნაბიჯები იდგმებოდა მაშინ. მე გავაგრძელებდი აქ ძალის გამოყენება სირიაში ვაგნერის წინამდებ, ლეტალური ძალის, ლეგიტიმური ძალის, ანუ იმ ტიპის ნაბიჯების გამოსვლა, იმ შეერაღების იმ შეთანხმებიდან, რომელიც რუსეთი არ ღვევდა და ამერიკა იცავდა და რუსეთს აწყობდა ის ვითარება და რუსეთისთვის დამტკივნეული იყო, ვისაც დეტალები აინტერესებს თუ მკითხავს მეტ ინფორმაციას მივაწოდება ამასთან დაკავშირებით. ბევრი სხვა რამის მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, ხო, ირანთან მიმართებაში, რომელიც რუსეთს მოკავშირეა გეოპოლიტიკურად მის მიერ გადადგმული ნაბიჯები და შემდეგ რაღაც შეიძლება გამოჩნდეს კიდევაც უფრო ვრცელიც კი არის ეს სია. ამას ვიხსენებ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს კონტრასტი ადრეც არსებობდა. მიუხედავად ამისა, ის განცხადები, რომელიც ახლა გაკეთდა, მე როგორც საქართველოს მოქალაქეს ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემი შეხედულებით თავისუფალი სამყაროს ინტერესებიდან გამომდინარე და უკრაინისთვის ძალიან საზიანოდ მიმაჩნია. თავისთავად ნებისმიერი კრიზისი ამერიკის და უკრაინის ურთიერთობებში არის ჩვენთვის საგანგაშო ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის და ზოგადად ადამიანური ინტერესებისთვის იმის გამო, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არის დაპირისპირება ტირანიის თავისუფალ სამყაროსთან მთლიანად და უკრაინელი ხალხის მიმართ სიმპათია და მხარდაჭერა არის ნორმალური ადამიანის ინსტინქტი. ანუ ყველა მიზეზის გამო ეს საგანგაშო არის და ჩვენთვის ძალიან სახიფათოა. და მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, პრეზიდენტ ტრამპის რიტორიკა ყოველთვის თავისუფალი იყო ბრჭყალებში და როგორც უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიხსენე, მისი ნაბიჯები ამ რიტორიკას არ მიყვებოდა პირველი ვადის დროს, ზოგადად სიტყვებს აქვს მნიშვნელობა და მოაქვს ზიანი და ამ ზიანში მე არ გულისხმობ მხოლოდ პროპაგანდის მიერ ამის გამოყენებას, იმიტომ რომ პრეზიდენტ ტრამპის ეს ნარატივი იმეორებდა რუსულ პროპაგანდას. ბევრ საკვანძო საკითხში, რომ რაღაც ჩამოუყვები ახლა, ხო? ანუ ეს კი არ არის თავისთავად მხოლოდ პრობლემა. როცა ამ ტიპის კრიზისი ძალიან ღრმად შედის, რთულდება ხოლმე შემდეგ სწორი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ტირანია იქას შეჩერებული, რუსული აგრესია იქნას შეჩერებული და თავისუფალ სამყარომ გაიმარჯვოს ამ დაპირისპირებაში და უკრაინის სახელმწიფო გადარჩეს. ამიტომ არ მინდა ვინმეს
ეგონოს რომ ანუ ამ პრობლემის რაღაცა იმას მიჩქმალვას ვცდილობ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ორიგინალური კრიტიკა მივიღე, ჩამიგდეს სოციალურ მედიაში ხო ყველაფერი განიხილება, ბუნებრივია, ვისაც აინტერესებს იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ჩვენი პოზიცია აინტერესებს და ერთმა კარგმა ადამიანმა მიწოდა, რომ აი ეგ არისო ისტორიაში ყველაზე პროდასალური და პროამერიკული პოლიტიკოსი საქართველოსიო, სარკაზმით რა თქმა უნდა. კეთილგანწყობილი სარკაზმით, რომ აი ყველაფერს იცავს, ყველაფერს ამართლებს დასავლეთისას, ტრამპის იცავს. ეს კონტექსტი იყო. სხვა ბევრ ბრალდებასთან შედარებით, ეგ სარკაზმი ყველაზე უფრო მისაღებია ჩემთვის, რო თქვა. მაგრამ სერიოზულად რო ვილაპარაკოთ, ხო, მაინც არსებით გაუგებრობას აქვს ადგილი, მე მგონი, იმ კარგი ადამიანების მხრიდან, ვინც ასე აღიქვავს ჩვენს პოზიციას. ჩემი პოზიცია იყო და არის, რომ ჩვენთვის, ჩვენ ეროვნული ინტერესებისთვის, უკრაინისთვის, თავისუფალი სამყაროსთვის საკვანძო რა თქმა უნდა არის რეალურად რა მოხდება. ხო, მიიღოთ რომ სიტყვის მნიშვნელობა აგდებს თქვი. და ის ჩარჩო გეგმა ომის და აგრესიის შეჩერებისა უკრაინაში, რაც იქნა წარმოდგენილი აქამდე ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან. თუ ეს გეგმა ხორციელდება და ძალაში რჩება და რამე არსებითი კორექტირება არ ხდება, არის ტოლფასი რუსეთის მარცხის. გულისხმობ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დარჩენას და რუსული აგრესიისგან დაცვას იქ ევროპული დამოკავშირეების ჯარის განლაგებით მისი სამხედრო პოტენციალის გაზრდას და გაძლიერებას ამ ფონზე ევროპული ქვეყნების მიერ მათი სამხედრო ხარჯების გაზრდას და მზადებას იმისთვის რომ გამოირიცხოს ან შემცირდეს არსებითად რუსეთის მხრიდან რაიმე სახის შემდგომ ავანტიურაზე წასვლის შესაძლებლობა. ანუ შეგუება პუტინის რეჟიმის იმასთან რომ უკრაინის სახელმწიფო ვერ გაანადგურა იმის მიუხედავად რომ დამატებითი ტერიტორიები მოიპოვა და უზარმაზარი მსხვერპლი დაუჯდა უკრაინას ეს გმირული თავდაცვა საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის პუტინის მიერ ვერ შესრულება ამ გეგმის იმ ყველაფრის ფონზე რაც ხდება არის ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის ზოგადად კაცობრიობისთვის და თავისუფალი სამყაროსთვის მნიშვნელოვანი შედეგი. ეს პოზიცია მქონდა და მაგ ეხლაც ამ განვითარების მიუხედავად ამ ბოლო კრიზისის პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ეჭვის ქვეშ აყენებს ამ გზით წასვლა მოხდება თუ არა. ოღონდ თუ ეს გაგრძელდა და ამ თვალსაზრისით რეაქცია რომელიც ვიხილეთ მაგალითად გაერთიანებული სამეფოს ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან ჯონსონისგან რომელმაც შეარბილა მნიშვნელობა ტრამპის ამ სიტყვების და თქვა რომ თავარი საკითხი არის იმ გეზზე დადგომა გაგრძელება იმ გეზის რაც აღებულია რუსული აგრესიის შეჩერების და უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაცვის თვალსაზრისით და ეგ სწორი გზავნილი არის. სხვა შორის ამავე ტიპის გზავნილი ქონდა ბევრ კონსერვატიულ ფიგურას პოლიტიკოსს და მიმომხილველს რომლებიც სხვა საკითხებში არიან ტრამპის პოლიტიკის მხარდამჭერები, ღია, მკაფიო, ანუ იმ ბანაკში არიან ცალსახად და რომლებიც ამა თუ იმ ფორმით ზოგმა დისტანცირება მოახდინა ამ გამონათქვამებისგან პრეზიდენტ ტრამპის ზოგმა გააკრიტიკა კიდევაც, მაგრამ თავარი გზავნილი ეს ჰქონდათ, რომ თავარი საკითხი იქნება რა ნაბიჯები გადაიდგმება იმ საკითხზე, რაც ჩვენთვის ყველაზე უფრო მთავარი არის. მიმდინარე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით უკრაინაში, ვისაც აინტერესებს, ხო, უბრალოდ შეგვიძლია გადაავლოს თვალი, ხო, და ცნობილ სენატში რესპუბლიკური ლიდერების, ანუ ტრამპის ბანაკის წარმომადგენლების და მისი მოკავშირეების მიერ გამოთქმულ პოზიციას ამ ბოლო ეპიზოდთან დაკავშირებით, უმრავლესობის ლიდერის ტიუნის დაწყებული, გაგრძელებული ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო ფიგურის პოლიტიკურ დებატებში და ისე მის პოზიციებს დაკავშირებით სენატორ კენედის მიერ აღარ გავაგრძელებ, ბევრი იყო ასეთი და კონსერვატიული მიმომხილველებიდან, ხო, ისაც ჩემი აზრი აინტერესებს, ურჩევდი რომ ენახა პატარა დისკუსია რომელიც შედგა ცნობილ კონსერვატულ მოაზროვნე ფერგიუსონსა და მასკს შორის ონლაინ შედგა მიმოწერა იყო მოკლე მაგრამ საინტერესო მისი მხრიდან იქვე ბენ შაპიროს ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ვისაც აინტერესებს შემიძლია ლინკი გაუგზავნო თუ თვითონ ვერ ნახავს ამ საკითხთან დაკავშირებით და ყველგან არის კრიტიკა ამ გზავნილისა გასაგებინძების გამო მაგრამ არის ფოკუსი იმაზე რა უნდა მოხდეს საით უნდა წავიდე და სხვა შორის უკრაინული მხრიდანაც ძალიან ცნობილი მიმომხილველი და სპიკერი არის პონომარენკო ვინც არის ის მისი ასე ვთქვათ გზავნილი იყო ჩემთვის ყველაზე უფრო
გასაგები გზავნილი, თან უკრაინელია ის ხო, სადაც ის აფიქსირებს პოზიციას, რომ აფასებს ტრამპის ამ ნარატივს და ბუნებრივია კრიტიკულად აფასებს, მაგრამ იძახს, რომ ჩვენს თავარი არანაბიჯები იქნება გადადგმული. ამიტომ დიახ, ჩვენ ეროვნულ ინტერესებშია, რომ შედგეს შეთანხმება შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც მიზეზი თუ საბაბი იყო აი ამ ბოლო კრიზისის ავგულის ხობ შეთანხმებას, ეკონომიკურ შეთანხმებას მინერალებთან დაკავშირებით და სუბოლო მონაცემი რაც გვაქვს ჯერ არ არის დადასტურებული, მაგრამ წინსვლა არის მიმართულებით და ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მყარად ჩამოყალიბდეს ის ჩარჩოები, რა პოზიციითაც შეერთებული შტატები და თავისუფალი სამყარო იჯდება ამ მოლაპარაკებებზე ომის აგრესიის, რუსული აგრესიის შეჩერებასთან დაკავშირებით. და საკვანძო პარამეტრი იქნება სწორედ ეგ. ჯარების განლაგება უკრაინაში, ან თუ რამე სხვა ინსტრუმენტი იქნება ეფექტური, მოფიქრებული რუსული ჯარების შეკავებისა, მიუხედავად რომ ამ ეტაპზე ნატოს წევრობა როგორც გამოსავალი ამ კონფლიქტიდან არ არის რეალისტურია, ნებისმიერი რამ, რაც პუტინს შეაგუებს, აიძულებს იმასთან, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობა იყოს დაცული. და სწორედ ამ ფაქტორების გამო ჩვენ ვნახეთ რუსული რეაქცია, რომ ამ საკითხზე კატეგორიული წინააღმდეგობა აქვს მათ პუტინის რეჟიმს და ეს აბსოლუტურად ბუნებრივი არის და ლოგიკურია, იმიტომ რომ მისი ამოცანა ყოველთვის იყო უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურება და არა უბრალოდ უზარმაზარი ზიანის მიყენება ან დამატებითი ტერიტორიის დაკავება. ტერიტორია არ არის მისი ამოცანა მხოლოდ და არა იმდენად, არამედ არის საბჭოთა კავშირის გავლენის აღდგენა და თავისუფალი სამყაროს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განადგურება. ცივი ომის შედეგების შეტრიალება იმ ცივი ომის, რომელშიც დამარცხება პუტინმა შეაფასა როგორც უდიდესი ტრაგედია და გეოპოლიტიკური კატასტროფა. ანუ ის ამბავი, რამაც ჩვენ დაგვიბრუნა თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა. ანუ ეგ იყო და არის ამოცანა და ამიტომ ის გაუწევს ამას წინააღმდეგობას და ამ წინააღმდეგობის დროს შეერთებული შტატების როლი, რა თქმა უნდა, იქნება გადამწყვეტი. მიუხედავად ამისა, რაღაცა ეფექტი ამ სხვა მხრივ ნეგატიურ განვითარებას დადებითი ქონდა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ნახეთ საფრანგეთის პრეზიდენტის, პოლონეთის პრემიერის, გაერთიანების სამეფოს პრემიერის პოზიცია და განცხადებები, რომ ის რაციონალური აშკარად ელემენტი ადმინისტრაციის, ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან ევროპული ქვეყნების კრიტიკისა და ამ კონტექსტში მით უმეტეს რაც ხდება დღეს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გამოიღვიძონ, უნდა გაზარდონ სამხედრო ხარჯები და უნდა აიღონ მეტი პასუხისმგებლობა და მეტი თვირთი ამ ყველაფერზე. ამას აქ გამოხმაურება და რა თქმა უნდა, სიტყვებზე უფრო მნიშვნელოვანი აქაც იქნება კონკრეტული მოქმედებები, მაგრამ არის პირველი ნიშნები კონკრეტული მზაობა ამ სამხედრო კონტინგენტის შეკვრისა, რომელიც უკრაინაში იქნება განთავსებული, როცა ამის შესაძლებლობა გაჩნდება, რაზეც გაერთიანების სამეფოს პრემიერმაც ისაუბრა, მაკრონმაც და ზოგადად პოლონეთის პრემიერმა ევროპის პასუხისმგებლობაზე ამ დაპირისპირებისას. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვისი სარკაზმიც არ უნდა დავიმსახუროთ, ჩვენი ამოცანა არის, საქართველოს ამოცანა და ამ შემთხვევაში ჩვენი საზოგადოების, რომ ამ სარისკო და საფრთხო პერიოდში როგორი საფუძვლიანიც არ უნდა იყოს რაიმე გამონათქვამზე ან გზავნილზე აღშფოთება და ამ შემთხვევაში ეს ასე არის. მოთქმა, ვაება, მით უმეტეს პანიკა, ან რაღაცა ორთქლის გამოშვება მიმართულებით, მით უმეტეს აყოლა ტრამპის პოლიტიკის კრიტიკოსების ციტირება იმ საკითხებზე, რომელიც ამას არ ეხება, ხო, მაგრამ შიდა პოლიტიკურ საკითხებზე და უტრირება ან წინასწარ გამოცხადება იმ შედეგებისა, პროგნოზირება მძიმე შედეგების, რომელიც ჯერ არ დამდგარა მინიმუმ და იმედი მაქვს, რომ არც დადგება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეტაპზე ვამბობდით, რომ ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა მოხდება, მაგრამ ეს არ მომხდარა და ამაზე მუდმივი მოთქმა არის მხოლოდ საზიანო ჩვენი მორალური განწყობისთვის და აკეთებს იმ საქმეს, რაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის მტრებს, რუსეთს და სამწუხაროდ იმათ ჩვენი ქვეყნის შიგნით, ჩვენი ხელისუფლების სახით, ვინც მათ საქმეს აკეთებს, აწყობთ. და ჩვენ ხედავთ ხო ამ რეაქციას მათი მხრიდან და პირიქით მე მგონია, რომ ყველას ამოცანა უნდა იყოს და ამ შემთხვევაში ჩვენი პოლიტიკური ოპოზიციის ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ქვეყნის გარეთ, სადაც ხმა მიგვიწვდება
იმ გზავნილის მიტანა თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ჩვენი აზრით პრაგმატულად და მორალურად თავისუფალი სამყაროსთვის შეერთებული შტატებისთვის იმ გზით წასვლა რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაცვას და აქვე ჩვენ სახელმწიფოებრიობის აქტუალურობის და მნიშვნელობის არგუმენტის მიწოდება რა თქმა უნდა სანამ ხელისუფლება ისეთი ყავს როგორც ყავს ნებისმიერი ოპოზიციის ან საზოგადოებრივი ჯგუფის შესაძლებლობები შეზღუდულია საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ეროვნული ინტერესების გატანის თვალსაზრისით. ამიტომ არის აუცილებელი ამ რეჟიმის გამოცვლა. მაგრამ რაც შეგვიძლია ეს უნდა გავაკეთოთ და ქვეყნის შიგნით ვიმეორებ კიდევ ერთხელ ვმეორდები როგორც ყოველთვის ვაება, მოთქმა, პროგნოზების გამოთქმა რომ აი ყველაფერი ძალიან ცუდად იქნება და ბრაზის გამოხატვა მხოლოდ მით უმეტეს იმაზე რაც არ მომხდარა ჯერჯერობით და იმედი მაქვს რომ არ მოხდება არის საზიანო ჩვენთვის და აქ არაფერში არ არის პროდასავლურობა ყველაზე უფრო მეტად ან პროამერიკულობა ან ტრამპის დაცვა აქ ლაუპარაკი იმაზე რა არის ჩვენს ინტერესში და რისკენ უნდა მივისწრაფოდეთ ის სამარცხვინო რეაქცია რასაც ხედავთ ივანიშვილის რეჟიმისგან რომელიც ერთ შემთხვევა რუსულ რეაქციას ბუნებრივია ხო პირიქით ჩვენ ლეგიტიმურად უნდა გამოვიყენოთ ყველა საქართველოს მოქალაქესთან მათ შორის ქართული ოცნების მომხრეების ნაწილთან ან მოყოყმანი ადამიანებთან კომუნიკაციაში სიმართლე რომ ეს რეაქცია აი რაც ვიხილეთ ხო მათი მთავარი ერთ-ერთი პროპაგანდისტისგან პირდაპირ უტყერებს რომ სახე რომ უნათდება ამ ამბით რომ როგორ რა კარგია რომ კრიზისი არის უკრაინის და ამერიკის ურთიერთობებში და უკრაინის პრეზიდენტს თავს ესხმის ამერიკის პრეზიდენტი ეს ბედნიერებას გვრის და პირდაპირ ამბობენ რომ უკრაინის დამარცხება ანუ კოლაფსი რაც სხვადასხვა უკრაინის ამ ტრაგედიის გარდა ჩვენთვის ხო ყისერი საფრთხეა თავისუფალი სამყაროსთვის ჩემი აზრით ამერიკისთვის პრეზიდენტ ტრამპისთვის და ეს სწორედ მნიშვნელოვანი ფაქტორია რატომაც მე მაქვს და ყველას აქვს საფუძველი იმისი რომ იფიქროს რომ ამ მიმართულებით გაგრძელდება მიწოლა მყარად იმ პოზიციაზე რაც აქამდე გამოითქვა რომ ნებისმიერი შეჩერება სამხედრო აგრესიის და შეთანხმება ისეთი უნდა იყოს რომელიც უკრაინულ სახელმწიფოს დაიცავს შემდგომი რუსული აგრესიისგან მაგრამ ამათი სიხარული არის პირდაპირ ილუსტრაცია იმისი რა ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე ეხლა ამ რეჟიმის და ნებისმიერ ნორმალური ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით თუ ცუდი სცენარია ან თუ კარგი სცენარია ან საშუალო ან უფრო კარგი ვიდრე ცუდი ნებისმიერ სცენარის შემთხვევაში ჩვენ ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვა და კონტაქტების დამყარება აქტიური ტრამპის ადმინისტრაციასთან სხვა დასავლელ პარტნიორებთან რათა აი ამ რთულ პერიოდში როცა რუსეთთან მოლაპარაკებები იქნება ამ საკითხზე ჩვენი ეროვნული ინტერესები არ დაზარალდეს და იმისთვის რომ ეს არ დაზარალდეს გჭირდება რომ ამ დისკუსიაში იმ ძალებისთვის, იმ თავარი ძალისთვის, შეერთებული შტატებისთვის და მასთან ერთად დანარჩენი დასავლეთისთვის შენი საკითხი იყოს აქტუალური, რომ შეკავება მოხდეს ნებისმიერი შემდგომი აგრესიისა რუსეთის მხრიდან. ხო, მით უმეტეს, აი, კინ ცუდი სცენარი იყოს, ვიმეორებ, კინ შედარებით უკეთესი ან კარგი, ან საშუალოდან კარგამდე, სადღაც ასეთი ნებისმიერ სცენარისაც უკრაინის სახელმწიფო გადარჩება არის ვიმეორებ კიდევ ერთხელ პუტინის მარცხი. ამ კონტექსტში ჩვენ გვჭირდება რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ჩვენ ხელისუფლებას კონდეს ახლო კონტაქტი და ჩვენი არგუმენტები რატო არის საქართველოს მნიშვნელოვანი და რატო უნდა იყოს დაცული იყოს მიტანილი იქ და მინიმუმ იყოს შიდა პოლიტიკური დისკუსიის საკითხი და ამის ნაცვლად ჩვენ ყავს რეჟიმი რომელიც ამ ამბავს რუსული პროპაგანდის მსგავსად კი არა იდენტურად და რუსეთის ხელისუფლების იდენტურად იყენებს დემორალიზაციისთვის საზოგადოების ქვეყნის შიგნით შეგუებისთვის იდეასთან რომ თურმე ეს ყველაფერი ნიშნავს იმას რომ სახელმწიფოებრივი უნდა დავთმოთ ჩვენ ამას ნიშნავს და მე ამას ვამბობ იმ ადამიანების გასაგონად ვინც ანუ ამ განწყობის ახლა ვინც ესე უყურებს ახლა შალვარამიშვილივით რომ რა კაია უკრაინა თუ დამარცხდება საქართველოსთვის ხო ამ განწყობის ადამიანებს ალს ვერ შეუცვლი ნამდვილად სამწუხაროდ მაგრამ არის ბევრი ადამიანი რომელიც აი ამ პროპაგანდის შედეგად ივანიშვილის რეჟიმის რო აი ეს რაღაცა სიფრთხილე არის გონივრულობა და პრაგმატულია და რო ცვლილება საშიშია ხო ამას იჯერებდა ან იჯერებს დღესაც რომ აი ამ რეჟიმის პირობებში შეიძლება გადარჩეთ და მათ უნდა ვესაუბროთ და ეხაც მაგას ვცდილობ პირდაპირ ან ირიბად რომ შეუძლებელია რომ ასეთი რეჟიმი რომელიც ასე რეაგირებს ამ ვითარებაზე იმის ნაცვლად რომ მოქმედებდეს ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად საერთაშორისო ასპარეზზე
იყოს ჩვენთვის რაიმე დოზით სანდო ამ სახიფათო და რთულ პერიოდში. ვიმეორებ, ხო, როგორ შეიძლება, ხო, იქ გზავნილში ისიც აქვს, რომ უხარიათ როგორი კრიზისიც არის უკრაინას და ამერიკას შორის, პირდაპირ ამბობენ, რომ უკრაინის მარცხი აია საქართველოსთვის და ხო, ისიც ითქვა, რომ პირველად არის თქვა, მაგრამ ამ კონტექსტში კიდევ უფრო მკაფიოდ გაისმა, რომ რაღაც თვალსაზრისით რუსეთს სრულად ლეგიტიმური უფლება აქვს, ლამის ესე ითქვა, რომ უკრაინა თავის ნაწილად ჩათვალოს. და ვინც ასე ლაპარაკობს, ვინც ამ განწყობას აღვივებს, ვინც ამ გზავნილს აკეთებს, იმის ნაცვლად, რომ იმოქმედოს ჩვენი ქვეყნის დასაცავად და რუსეთისთვის მით უმეტეს თუ რაღაცა წესრიგი ლაგდება ურთიერთობებში ტრამპის ადმინისტრაციასთან, ჩვენი საკითხი იყოს დაყენებული, რომ ჩვენ სამიზნე არ აღმოჩნდეთ, ამის ნაცვლად ამას ვინც აღვივებს, ვინც ამას თესავს მორალურად და პრაგმატულად ამ გზავნილს აკეთებს, ჩვენი მტრის გასაგონადაც, რომ ეგ არის განწყობები მართველი გუნდის საქართველოში, ჩვენ გვაყენებს უზარმაზარი საფრთხის წინაშე მომავალში. ყველა სცენარის პირობებში. კარგის, საშუალოსი ან ცუდის. და ეს არის ის გზავნილი, რაც უნდა გქონდეს ჩვენ რაიმე მოთქმის, პანიკის ან ბრაზის გამოხატვის ან რაღაცა ამ საკითხზე რაღაცა წინასწარ პანაშვილის გამოცხადების მაგივად, რასაც სამწუხაროდ კარგი ადამიანებისგანაც ვხედავ ხოლმე. ვითარება საერთაშორისო ასპარეზზე როგორიც არ უნდა იყოს და ვიმეორებ კიდევ ერთხელ ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ ეხლა რაიმე შემდგარი ფაქტი მოვიყვანოთ, რომ რასაც აქამდეც ვაპროტესტებდი და ეხლაც რომ დასავლეთმა გაყიდა უკრაინა ეს არ მომხდარა, იმედი გვაქვს რომ არც მოხდება და დასავლეთი არის შეერთებული შტატები პირველ რიგში, მაგრამ არა მარტო შეერთებული შტატები, ანუ ევროპული სახელმწიფოები, მათ შორის ბირთვული სახელმწიფოები, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი. ხო, ეს არ მომხდარა და არ მოხდება, მაგრამ რა სცენარიც არ უნდა იყოს, ჩვენი ხელისუფლების საქციელი, როცა ვართ იზოლირებულები და როცა დაპირისპირებაშია თავისუფლი სამყაროს უდიდეს ნაწილთან და არანაირ ნაბიჯებს არ დგავს ამ ვითარებაში ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად, მხოლოდ მტრის პროპაგანდის გამეორებით დემორალიზებას ცდილობს საზოგადოების და ავლენს თავის ინსტინქტს, რომ ბოროტების წარმატება უხარია, არის მტკიცებულება იმისი, რომ ღალატის ტოლფას პოლიტიკასთან გვაქვს საქმე, რომელიც დამგუპველია ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა მოქალაქე, რომელიც რაიმე პრაგმატული, სწრაფად აღქმული არგუმენტების გამო მიიჩნევდა, რომ სტატუს quo არის ჩვენი ქვეყნისთვის უფრო უსაფრთხო ვიდრე პოლიტიკური ცვლილება, ამ არგუმენტით უნდა გადავარწმუნოთ. იმიტომ რომ ეს მორალურად, ემოციურად და პრაგმატულად კიდევ ერთხელ პრაგმატული თვალსაზრისით გვაჩვენებს, რამდენად სახიფათოა ასეთი რეჟიმი საქართველოსთვის.